რუსები ზაფხულს ბენზინდასამართ სადგურებთან კილომეტრიან რიგებს შეატარებენ. ვირუსულად ვრცელდება მათივე გადაღებული ვიდეოები, სადაც ისინი ტირიან და ჩივიან, რომ დაიღალნენ და არ იციან, რატომ ვერ ყიდულობენ საწვავს. რუსულ ენერგოობიექტებზე უკრაინული დრონების ყოველდღიური თავდასხმების გამო კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება, მათ შორის მოსკოვშიც. მოქმედებს ლიმიტები, თუმცა ხშირ შემთხვევაში რუსები ამ ლიმიტირებულ ბენზინსაც ვერ ყიდულობენ. უკრაინის არმია ზელენსკის დამტკიცებული 40 დღიანი ოპერაციის მიზნების შესრულებას განაგრძობს. მიმდინარე თვეში უკვე მეორედ დაარტყეს ვტოროვოს ნავთობსადუნს. ობიექტის საწვავით მოსკოვს ამარაგებს. უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა დააზიანეს სადგურის ტექნიკური შენობები, რამაც დეტონაცია გამოიწვია. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიური პროცესები ძლიერდება. ცხინვალში ეგრეთ წოდებულ პრემიერად რუსი მაღალჩინოსანი კამბოლოვი დანიშნეს. აფხაზეთში კი პროცესებს პუტინის ადმინისტრაციიდან მოსკოველი კურატორი აკონტროლებს. ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მმართველობის ქვეშ ღიად გადასვლა. ასე აფასებენ ყოფილი მინისტრები და დიპლომატები მიმდინარე მოვლენებს. ისინი საერთაშორისო პარტნიორებს საგანგებო წერილით მიმართავენ და ყურადღებას თხოვენ. ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. გახარია თანაპარტიელების ცემას განცხადებით ეხმაურება. პარლამენტში გუშინდელ დაპირისპირებას ის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული დაუსჯელობის სინდრომით ხსნის.